არ შემიძლია რა ვთქვა მარიკა სამუძე ეს არის უშუალო დავით საგანელიძის სიტყვა არის 120 სახლიდან არის გამოსახლებული ადამიანი რომელთანზე ლაპარაკობს საერთოდ მორალურად მას შეუძლია ადამიანი უწოდოს თავის თავს როცა იცის რომ ამ ბარისალისგან ძალიან ბევრი თქვენს ქუთაისში 30 თუ 40 ადამიანი ორი ქალის ქალბატონისგან რომლებსაც 35 წელი მიუსაჯა ნაციონალურმა წინამძღოლმა ერთ წელიწადში როცა მოვიდა ესწორება გამოუშვეს სამინისტრი დღესაც მიდიან ბატონო პრეზიდენტმა გააუქმა ადამიანები გაათავისუფლეს ორი თაღლითი დაჭერილი თაღლითი 35 წლიანი სასჯელი ჰქონდა გაათავისუფლეს და მოეხსნა პრეზიდენტისგან ნასამართლეობა და პარალელურ რეჟიმში ეს ხალხი არიან ცნობილი დაზარალებულად სასამართლოს მიერ და არავინ არ არის ამათი გამკითხარი სახლებიდან გამოასახლეს და ძალიან ძვირი სიტუაცია არის. როგორ სადმეიპო სამართალი ეს მაფიური კლანი ბანკებმა გააკეთეს ყველაფერი თურმე უბედურება ხდებოდა ზუსტად ის ბანკები და ისინი შეებიარიან რომლებიც დღეს სახელმწიფო სტრუქტურაში გვიზია ისინი წერენ ყველაფერს თქვით რომ როცა მევახშეები დგას ისევ ჩინოვნიკი აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ დამნაშავეთა სახელმწიფო სტრუქტურა სადაც მევახშეები და ბანკები არიან გამგებლები და ყველა სტრუქტურაში გვიზიან აბსოლუტურად სამართალი არც არ გადის აქედან გამომდინარე ჯერ ზახარას თქვი მაგრამ ზახარასთან მორიგებულად ეს მაინც რომ ამ ხელათული 200 მილიონი დოლარი ჩვენ სახელზე გამოტანილი ხალხის გამოზე ამ 2 წელიწადია ეს ხალხი გარეთავ ღედაღამეს ვაქენებ გაგებ 1%-ად ისევ იმ ბანკს აძლევ რომელმაც გარანტით ჯიბეში ჩაიგდო 1000 ისე გარხმები მთელი ეს ფონდები თურმე დააჭრა ენერგეტიკა და ასე შემდეგ ავი ყველაფერი იქ მოიყარა თავი აქ მაფიური კლანია ეს ერთი ეს ყველაფერი ჩვენი უბედურება ერთად ვალღოთ აქ ელემენტარული კითხვასაც კი ვერ უნდა